გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას და გუშინ თუ გუშინწი ცნობილი გახდა, რომ თურმე ელენე ხოშტარიას რუსეთის ფედერაციიდან მილიონ რუბლზე მეტი ჩაურიცხეს, რომელიც $15,000 წარმოადგენს თურმე. ეს ის ხოშტარია, რომელიც ქართულ ოცნებას რუსებს ეძახის და თვითონ გვეულინება თითქოს პროევროპული ძალა იყოს და რუსების მაგინებელი. ეს ისე სიტყვებით, მაგრამ ფაქტებით პირდაპირ რუსეთზეა მიერთებული ელენე ხოშტარიას და ხოშტარიების ოჯახიც. ის თემა, რომ რაღაცა ჰონორარს იღებენ, ვიღაცა მოკლედ სოლიკო ვისალაძის და აქ მეტი არაფერი არ ხდება, არის სისულელე და აი გამოშტერებული ბავშვებზე გათვლილი, ვისაც აშტერებენ. ხოშტარია რო ჭეშმარიტად რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი იყოს, გინდა თვითონ და გინდა მამამისი, რა თქმა უნდა, რუსები და FSB არანაირ კაპიკს არ გამოუგზავნი და არათუ $15,000 და $1,200,000 რუბლს. და კიდევ ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. არანაირი კანონი არ შეაკავებდათ რუსებს და არანაირი პასუხისმგებლობა არ გაუჩნდებოდათ და არც სინდისი არ შეაწუხებდათ, ისე შეუჩერებდნენ დახმარებას იმ წუთიდან, რომელიც წუთიდანაც ხოშტარიები ჭეშმარიტად რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები გახდებოდნენ. მაგრამ არა. აი მაგალითად რუსებმა და პუტინის ხელისუფლებამ არათუ სოლიკო ვირსალაძის შთამომავლებს უგზავნონ ეს რაღაცა მილიონობით რუბლები, არამედ თვითონ მოქმედი და ცოცხალი რუსი არტისტები და მსახიობები, ვინც კი გავიდა და წავიდა პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ, ყველანაირი დახმარებები გადაუკეტეს და რაღაც ანგარიშები გაუყინეს და მოკლედ ძალიან ესე მკაცრად ამ ადამიანებს მიუდგნენ. მაგრამ რატომღაც ხოშტარიებს კვლავ უგზავნიან მილიონობით რუბლებს. ვინც ეხა ოპოზიციის მხარდამჭერია, ის იტყვის, რომ აი იმედი პროპაგანდისტული ტელევიზია და არ დაიჯერება. თუ იმედი იტყუება ამას და ქართული ოცნებაც ტყუილს ამბობენ ამას, წავიდეს ხოშტარიამ იჩივლოს სასამართლოში და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მართალი ადამიანია. ან თქვენ თვითონ მკითხეთ იმედის ჟურნალისტებს და პირველი არხის და სხვადასხვა არხების ჟურნალისტებს ხოშტარიები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ესაუბრებიან და აგრესიით პასუხობენ. აი თქვენ ვინც ხოშტარიას მხარდამჭერი ხართ თუ ვისაც მოგწონთ ხოშტარია და ხოშტარიას პოლიტიკა, თქვენ თვითონ კითხეთ ამ თემასთან დაკავშირებით, დაუსვით შეკითხვები და რა პასუხს გაგცემთ, საინტერესოა. ეს არის ნაცური ბუნება, რომ შენ გეძახიან რაღაცას და თვითონ არიან იმ დროს ის, რასაც შენ გეძახიან და ეს ამათი თავდაცვის ინსტინქტია და გაიმიტო არიან, რომ გამოხტებიან და რუსებო და თვითონ ნაცები და ეს ხოშტარიები და ვიღაცა პროჭები მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში იყვნენ, რუსულ საქმეს აკეთებდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, სანამ მიშა მოვიდოდა ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, აფხაზეთშიც გადავდიოდით და გადმოვდიოდით და მე პირადად გადავსულვარ და გადმოვსულვარ უპრობლემოდ. რაჭაში ავტობუსები დადიოდა ცხინვალის გავლით და ურთიერთობები იყო და შედიოდი და გამოდიოდი. და კოდორის ხეობაზე საერთოდ საუბარი არ იყო, ხო? მაგრამ მოვიდა მიშა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც აწყობდა ზუსტადაც რომ FSB-ს და რუსეთის ხელისუფლებას. ყველაფერი ისე გააკეთა სააკაშვილმა და დღესაც ვითომ ამ ევროპის სახელით ეს ნაბოზრები გამოხტებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ეს ქვეყანა არ დაახლოვდეს ევროკავშირთან. ვითომ ევროპისთვის იბრძვიან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერს აკეთებენ ოპოზიციიდან, რომ ეს ქვეყანა დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ რუსეთის ჩრდილის ქვეშ მეგობრების და პარტნიორების და ყველას გარეშე. გაცხადებულად ვითომ
პირიქით იბრძვიან, რომ აი ეს ქვეყანა უნდა რუსებს გამოგლიჯონ, მაგრამ ევროპაში ჩადიან და იხვეწებიან და უჩოქებენ, რომ ოღონდ როგორმე საქართველოს, ესე იგი, პრობლემები შეექმნას, ოღონდ როგორმე საქართველოს დაშორდეს ამ რაღაცა ევროკავშირის რაღაცა თემებს, ბოდოებს. და ამიტომ არის, რომ ხოშტარიები იღებენ მილიონობით რუბლებს რუსეთის ფედერაციიდან და ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ აწუხებთ არც ინგლისი, არც ნამუსი და არც პასუხის გაცემას არ აპირებენ ამ კითხვასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ჩივილსაც ვერ გაბედავენ, რომ უჩივლონ ტევ-იმედს და ვიღაცებს, ვინც ამ საკითხს აბრალებს, ხოშტარიებს და ვინც იტყუება, რომ თუ ეს მართლა ტყუილია, რაც მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ არ არის ტყუილი და სიმართლეა, თუ ტყუილია და აბრალებენ, წავიდეს სასამართლოში და იჩივლოს და დაამტკიცოს, რომ რაღაცებს აბრალებენ და ამ რუბლებს უდებენ. ჩემი არ არის ჩამიგდეს, აი დაახლოებით ეგ ვარიანტი. ეს არის ისი თქმაც მინდოდა ხოშტარიების რუბლებთან დაკავშირებით და თუ რას წარმოადგენენ და ვისთვის იბრძვიან სინამდვილეში ნაცებიც და ეს ხოშტარიების ოჯახიც დედა ბუდიანი.